მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთო გვასალია გაგაცნობთ. 55 დღეში გამოქვეყნებული 53 გვერდიანი დასკვნა ეუთო ოდირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ პროცედურულად საარჩევნო დღემთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი. დასკვნაზე შეფასებები კეთდება თბილისში. მხარეები დოკუმენტს განსხვავებულად აღიქვამენ. ხელისუფლება შემაჯამებელ დოკუმენტში დადებით აქცენტებს ხედავს. ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ დასკვნა ისტორიულად მკაცრია მთელი საარჩევნო პროცესის მიმართ. ლელა ჯავახიშვილი გვერდება ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც გაგვაცნობს თუ როგორია ეუთო ოდირის დასკვნაზე შეფასებები. ეუთო ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს დღეს ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი ჰქონდა. მან დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებაზე და თქვა, რომ ამ შეფასებამ საბოლოოდ უნდა დაასრულოს სპეკულაციები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რამდენიმე მონაკვეთზე გაამახვილა დღეს შალვა პაპუაშვილმა ყურადღება ამ ანგარიშიდან და მათ შორის მან ისაუბრა იმაზეც, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ან საყოველთაო არჩევნების ჩატარება, რაზეც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიდიოდა დავა სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის მხრიდან ამ ანგარიში არ არის ნახსენები. შესაბამისად, პაპუაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად. ნიშანდობლივია, რომ ანგარიში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა თავიანთი წარმომადგენლების საარჩევნო დამკვირვებლად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ოდირის ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიში წერია, აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც პოტენციურად გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატი. ანგარიში ასევე მოხდა ისვედის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელურ დათვლილებას. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ უცხოელთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს. ანგარიში სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ. მითი ბიულეტენების მონიშნვის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა. ეუთო ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა. დოკუმენტს განსხვავებულად კითხულობენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია და შედეგები არალეგიტიმურია. შესაბამისად, ოპოზიციაში მიაჩნიათ მათივე ამ შეფასებებიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ არა თუ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, არამედ უფრო აქტუალური უნდა გახდეს. ეს დასკვნა, რომელსაც უპრეცედენტოდ უარყოფითი, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებში, საქართველოს ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში არ ყოფილა, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური, შესაბამისად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სწორედ იმდაგვარად, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მისი ფუნდამენტური უფლება. ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული თუ რა ტიპის დარღვევები იყო და ყველა ნაწილში ის ნაწილები და ის კომპონენტები, რაც შეადგენს მთლიანობაში დემოკრატიული საერთაშორისო სტანდარტის
მქონე არჩევნების სურათს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქ არის ძალიან მძიმე დასკვნები. ოპოზიციის ამ განცხადებების საპასუხოდ დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წაიკითხა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის შეფასებები, კონკრეტული საკითხები და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში არავის დაუყენებია შტატებში არჩევნების ლეგიტიმაცია. შესაბამისად ამბობს, რომ არარელევანტურია ოპოზიციის და მათი პარტნიორების მხრიდან საუბარი არჩევნების შედეგების არაღიარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდიმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში. მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებული რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ. მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა. მეხუთე, ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ამონარიდი ეუთო ოდირის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ მათ აქვთ მზაობა ეუთო ოდირთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების შესასრულებლად. მადლობა, ეს იყო ლელა ჯავახიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო ოდირს მადლობას უხდის. სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ეუთო ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ შეაფასა. ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. მე მინდა გადავხადო მადლობა ეუთო ოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო ოდირი გამოთქვას საავადმყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთო ოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ეუთო ოდირს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთო ოდირმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ამ შემდეგ. ვიდეო გადაღებაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეო გადაღება წარმოებული იყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს, გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უბრალოდ იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ეუთო ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო ოდირს.
ეუთოდირმა შეაფასა საარჩევნო პროცესის შესაბამისობა ეუთოს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. შემაჯამებელ ანგარიში დეტალურადაა საუბარი როგორც მიღწევებზე, ისე ხარვეზებზე. პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გამოყენებული იყო ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დამთვლელი და ასევე წინასწარი შედეგების გადამცემი ელექტრონული მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ეს მიიჩნია პოზიტიურ ზომად არჩევნების დღის პროცედურების სამართლიანობისადმი ნდობის გასაზრდელად, საერთაშორისო კარგი პრაქტიკიდან გადახვევით CESCOM არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს სრული წვდომა პროცესებისადმი და დოკუმენტაციისადმი, რომელიც დაკავშირებული იყო მოწყობილობებთან და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და აძლიერებს შეშფოთებას მოწყობილობების მოწყვლადობასთან და ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი უშუალო პრობლემების გადაჭრაში და იმუშაოს მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად ამ და წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. დასხდება თუ არა დიალოგის მაგიდასთან მთავრობა და ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ თბილისი, ბრიუსელისა და სტრასბურგის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ხელისუფლება მზად არის არგუმენტებით ესაუბროს ყველას, ვისაც კითხვა აქვს. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლების პოზიტიურ გზავნილებს უკმაყოფილებით ხვდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგამდე თავიანთი პირობები აქვთ. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ აქტორს დაძლიონ პოლარიზაცია და დასხდნენ ერთ მაგიდასთან დიალოგისთვის. სალომე უერთაშვილი გვერდთვება პირდაპირ ეთერში, რომელიც გაგვაცნობს რა პოზიციები აქვთ მხარეებს დიალოგთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ერთ-ერთი გზავნილი სწორედ ის იყო, რომ პოლარიზაციის შემსუბუქება შესაძლებელია დიალოგის მეშვეობით, რომელშიც მისი თქმით უნდა ჩაერთოს როგორც სახელისუფლებო პარტია, ასევე ოპოზიცია და ბუნებრივია ეს საკითხი დილიდან არის პოლიტიკური შეფასების საგანი, თუმცა მანამდე გეტყვით იმ შეფასებებს, რომელიც ზოგადად ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მოჰყვა საქართველოში, ის უკვე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და ამის პარალელურად თქვა ის, რომ ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურ გზავნილებს ევროსაბჭოს გემდივნის მხრიდან მოჰყვა საკმაოდ მწვავე კრიტიკა. ბატონი ალენ ბერსე გახლავთ ევროსაბჭოს პირველი პირი. ეს არის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ხო, ეს ერთი. მეორე ეს ადამიანი არის ადამიანი კონკრეტული წარსულით, ის ორჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს არაერთ გზის იკავებდა შვეიცარიაში მთავრობის წევრის, მინისტრის თანამდებობას, მას ზურგს უმაგრებს თავისი წარსული და დღეს ის არის ევროსაბჭოს პირველი პირი, ხომ? თქვენ იცით, რომ პირზე აკერიათ მათ სიტყვა მასშტაბადამე და ეს სიტყვა უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში და დღეს ამ ევროსაბჭოს ხელმძღვანელია ალენ ბერსე, რომელსაც ისინი უწოდებენ საეჭვო კაცს და მისი თანამდებობაც არ მოსდით მაინც და მაინც თვალში. აქედან ჩანს რა, რომ სადაც მათ დაინახეს ელემენტარული ობიექტურობა, მაშინვე თავს დაესხნენ კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოს. ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე. მე მათ ადგილზე, ღმერთმა არქნას მათ ადგილზე როდეს მივიყო, მაგრამ რომ წარმომიდგენია პრაგმატულად, რას გავაკეთებდი მათ ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმებისგან თავს შევიკავებდი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყველაფერს რო თავი დავანება, თუმცა იმდენად მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობა, რომ ვერ მოახერხეს აქ ემოციურად თავის შეკავება. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მათ საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს. ხელისუფლების ოპონენტები, რომელიც ალენ ბერსეს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს აინტერესებდა, ამბობენ, რომ დიალოგი სახელისუფლებო პარტიასთან მათ არ წარმოუდგენიათ, თუმცა ოპოზიციის ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ დიალოგი მათ ორ მოთხოვნაზე, რომელიც არის დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, შესაძლებელია შედგეს. ისინი ყოველ შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ მათი მოთხოვნები ამ შემთხვევაში შეცვლილი არ არის და სხვა საკითხზე დიალოგი ვერ წარმოუდგენიათ. რა აზრი აქვს დიალოგს იმ ადამიანთან, რომელმაც უკვე ერთხელ და არაერთხელ თავისივე მიცემული სიტყვა დაარღვია
ხელმოწერილი მისივე ხელმოწერის შეთანხმება და არღვია ესეთ ადამიანთა დიალოგს არ იგულისხმება ბატონი ბერსი. გულისხმება გამოიწვია პირდაპირ გეტყვით იმან რომ ევროკავშირი მოუწოდებდა მთელი ეს პერიოდი ქართულ უსწრებს უკან გაეწვია კანონი, იმიტომ რომ რუსული კანონის შეკეთებას არ ექვემდებარება. ყველა კრიზისულ სიტუაციას ერთ მომენტში ჭირდება დიალოგი. ოღონდ მნიშვნელობა აქვს რა ზეგარ დიალოგი. ჩვენ არ ვამბობთ დიალოგზე ვარს და არც ვიტყვით ვარს. ოღონდ ამ შემთხვევაში გამომდინარე ვითარებიდან რაც შეიძლება დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალ პროცესზე, ახალ არჩევნებზე, დიალოგიც არა მოთხოვნა და ეს უნდა დაკმაყოფილდეს პატიმრებთან დაკავშირებით, ეს არის. თუ ამ დიალოგზეა ლაპარაკი, მაგალითად როგორ ჩატარდეს გარკვეულ დადაში ახალი არჩევნები, ამ დიალოგზე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ვარს იტყვის. ჩვენ მქონდა ბატონ ბერსესთან შეხვედრა ცივილიზებულად და ჩვენი სათქმელი უთხარი ძალიან მკაფიო. მან ღიად თქვა, რომ მე აქ არ ვარ და ეს არ არის ჩემი მანდატი და მისია ვაღიარო ვინმე ან ვინმეს ლეგიტიმურობაზე ვისაუბრო. ნამდვილად არ. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ის გზავნილები, რომელიც ალენ ბერსემ საქართველოში დატოვა, მათ შორის იყო პოზიტიური და ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა საკმაოდ მწვავე შეფასებები. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. ოპოზიციისთვის პოლიტიკური გზები არის მიუღებელი გზები. ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს უკვე ექსტრემიზმში გადაზრდილ ჯგუფებთან. რა დიალოგზეა საუბარი მათი მხრიდან, როდესაც ადამიანმა რომელმაც სიტყვა დიალოგი ახსენა და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ასე ვთქვათ მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და ამათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლესთან, ასე ვთქვათ, წერილი მიწერეს ევროსაბჭოს, რომ განიხილეთ ეს ადამიანი დასაჯეთ, ასე ვთქვათ, მოკვეთეთ და შეაჩვენეთ. ნაცობა, როგორც ასეთი, ხომ? სხვა რამე კი არ არის. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხენეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, პირდაპირ ხდება მისი ასე ვთქვათ, სტიგმატიზება როგორც რუსეთის აგენტისა და მორჩა მე იმის შემდეგ იმის მიმართ ყველაფერი შეიძლება. აი ეს ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს მათ შორის გარედან წაქეზებით საქართველოში არის. ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, ეს გახლავთ ქართველი ხალხი. რაც შეეხება ამ ლეგიტიმაციის ძებნას სხვადასხვა განცხადებაში თუ ქმედებაში, ეს არის ოპოზიციის ვასალური მენტალიტეტის კიდევ ერთი წარმოჩინება. ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში 4 დღეს გაგრძელდა. ის შეხვდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, როგორც მართველი პარტიის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. შეხვედრები გაიმართა არასამთავრობო სექტორთან, საქართველოს პრეზიდენტთან, მათ შორის შეხვედრა გაიმართა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახალხო დამცველთან, ალენ ბერსემ გუშინ გზავნილებიც დატოვა და მათ შორის თქვა, რომ იმ პოლარიზაციის შესამსუბუქებლად, რომელიც ქვეყანაში არსებობს, საჭიროა დიალოგი. მადლობა, ეს სალომე უერთაშვილი იყო, რომელიც კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. თურქეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილსა და ალიქან ორბაიშორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. მხარეები განსაკუთრებულად მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. განიხილეს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო. თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. ცენტრი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. სიმონ შანავა მუშაობს თემაზე, რომელიც გვეტყვის, რა განცხადება გააკეთეს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. სიმონ, პირდაპირ ეთერში ხარ.
განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრეს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია წევრობა, როგორც ცენტრში განმარტავენ 2023 წლის ხარვეზების საფუძველზე მოხდა შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული, განმარტავენ, რომ გასულ წელს ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში და ცენტრმა დააკმაყოფილა 13 პუნქტიდან 11, ასევე 2 ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული და როგორც ცენტრში განმარტავენ, მიმდინარეობს ამ დრომდე რეკომენდაციების შესრულება და ასევე გასულ წელს მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება და ისინი მიმართავენ ECAR-ის სააპელაციო კომიტეტს. ასევე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის წევრობის შეჩერება აისახებოდა საქართველოში გაცემულ დიპლომებზე, როგორც განმარტავენ, ეს არ აისახება დიპლომების აღიარებაზე, ასევე არც გრანტებზე და არც საერთაშორისო პროექტებზე, როგორც ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულება და შესაბამისად საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანმანათლებლო სისტემას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, როგორც ცენტრში განმარტავენ, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ECAR-ის არანაირი გავლენა არ აქვს, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები. გეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20 დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. განათლების ეროვნული ცენტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს და ცენტრი შეუჩერდა, ესე ვთქვათ, წევრობა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციასთან, როგორც ცენტრში განმარტავენ, 2 წლიანი ვადა მიეცათ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც შეეხება ECAR-ს, როგორც მოისმინეთ, ისინი მიმართავენ უკვე შესაბამის უწყებას, რომ მოხდეს ამ საქმის განხილვა. მადლობა, ეს სიმონ შანავა იყო. და ახლა ვნახოთ, რა ხდება უკრაინაში, ვითარება უცვლელია უკრაინაში, ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რუსები თავს დაესხნენ ხერსონის ოლქსაც, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა დრონით იერიში ზაპოროჟიეს ოლქსაც მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დღეს ჩვენ დიპლომატიურ გუნდთან ერთად დავასრულეთ უკრაინის ახალი ელჩების სიის ფორმირება. მე მივიღე 30-ზე მეტი გადაწყვეტილება. განკარგულებები მალე ოფიციალური გახდება დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს. როგორ იქნება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით? დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი სავარაუდოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს. ნატოს ამჟამინდელი სამიზნე თავდაცვითი ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% შეადგენს. ტრამპმა კი არაერთხელ მოუწოდა ალიანსს ამ თანხის გაზრდისკენ. ფონ დერ ლაიენის კომისიას ძლიერი მრჩეველები ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელი ამბობს. ემილი ორეილი ამბობს, რომ ის არასოდეს იყო მშვიდად პრეზიდენტის კაბინეტის წევრებთან, რომლებიც ინტელექტუალური ადამიანები არიან, მაგრამ არა არჩეულები. მან განაცხადა, რომ გამჭვირვალობა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. ორეილიმ, რომელიც თანამდებობას თებერვალში ტოვებს, თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს და არასოდეს გრძნობდა თავს მშვიდად ძლიერ მრჩეველთან, რომელიც მისი თქმით ზის კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში.
ევროკავშირი 2024 წელს რუსული გაზის რეკორდული მოცულობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ცდილობს შეამციროს გაზზე დამოკიდებულება ქვეყნიდან მოსკოვის უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა დაისახა მიზნად შეწყვიტოს ყველა რუსული წიაღისეული საწოვის იმპორტი 2027 წლისთვის, მაგრამ სუპერგაზიებული გაზის მიწოდება ევროპის პორტებში კვლავ იზრდება. თუ ვინმე აპირებს ხელი შეუშალოს გაზის ტრანზიტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ვინმე აპირებს მიაყენოს უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი ევროკავშირს, ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი. ამის შესახებ აცხადებს რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ერთდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ. მას აქვს ნერვიულობის უფლება, მე არ ვისურვებდი მის ადგილზე ვიყო, რადგან მისი ქვეყანა იტანჯება. დასძინა მან. დავბრუნდეთ საქართველოში. 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი ბაკურიანში, საქართველოს ზამთრის კურორტზე სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს გამარჯვებულები მოგულის დისციპლინაში გამოვლინდნენ. დღეს სპორტსმენები დუალ მოგულში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ლაშა ბერძენიშვილი აშუქებს სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპს და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლაშა, როგორ მიმდინარეობს ტურნირი? ავთო ბაკურიანში ძალიან ექსტრემალურ, ძალიან სანახაობრივ შოუს სპორტულ ღონისძიებას ვადევნებთ. თვალს მსოფლიოს თასის ამ სეზონზე, ამ ზამთრის სეზონზე პირველი ეტაპი მიმდინარეობს ბაკურიანში, კოხტა აგორაზე, რომელიც სხვათა შორის ამ სპორტის დისციპლინაში ყველაზე უფრო გრძელი ტრასა არის. მიმდინარეობს უკვე მეორე დღეა, როგორც თქვი, მოგულის დისციპლინაში გუშინ, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალებში საუკეთესო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი გახდა, ხოლო მამაკაცებში ყველაზე ძლიერი საფრანგეთის წარმომადგენელი იყო. უკვე მეორე დღეა ტურნირი მიმდინარეობს. დღეს დილიდან უკვე საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართა და სულ რამდენიმე წუთის წინ უკვე ფინალური რაუნდიც დაიწყო. ძალიან მალე კი უკვე გამარჯვებულებსაც გამოავლენენ. წელს ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატი. გამომდინარე აქედან ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებელი წელიც არის და დაინტერესება ძალიან დიდია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპორტსმენებისთვის. ახლა წინა შეჯიბრი გადაიდეს ფინეთში. როგორც მოიხსენებათ, 9-10 შეჯიბრი ტარდება წელიწადში და ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს საერთო ჯამისთვის და ასე რომ გაგვიმართლა ყველა უძლიერესი სპორტსმენი. აქ არის ამ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ კარგად ჩატარდეს და იმეც ვიტოვებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს და კერძოდ ბაკურიანი მასპინძლობს მსოფლიო თასის ეტაპებს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და ეს ვალდებულება საქართველოს აიღო ბევრი წლების წინ მსგავსი შეჯიბრებების ორგანიზება. ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ზუსტად ამ შეჯიბრებებით საქართველოს ხდება სრულყოფილი საერთაშორისო სათხილამურო სამყაროს წევრი. მსოფლიოს თასის ეტაპები საქართველოში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ერთგვარ ტრადიციად იქცა, რადგან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდარში საქართველოს კურორტები ყოველწლიურ კალენდარში მოხვდნენ და ყოველწლიურად ჩატარდება. მომავალშიც აქ მსოფლიოს თასები წელს ამ ზამთრის სეზონზე კიდევ ორი მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართება. სნოუბორდ კროსის და სკი კროსის დისციპლინაში ორივე ტურნირი გუდაურში შედგება. გარდა ამისა, თებერვალში ახალგაზრდული ოლიმპიადა შედგება. ბაკურიანი იქნება მთავარი მასპინძელი. ბაკურიანის გარდა კიდევ სხვა ქალაქები უმასპინძლებენ ახალგაზრდულ ოლიმპიადას. მადლობა, ეს ლაშა ბერძენიშვილი იყო, რომელიც ბაკურიანიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტ და პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჩვენი კოლეგა მძიმე მდგომარეობაში ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გიორგი ლაფერაშვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.
რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. 1948 წელს აშენებული შენობა რესტავრაციის შემდეგ არქიტექტურულ სტილს შეინარჩუნებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა თანამედროვე სისტემით. რესტავრაციის შემდეგ უფუნქციო დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. პროექტს, რომელსაც დღეს რუსთავში ვახორციელებთ, მერიის გუნდი არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, შენობა, რომელიც უფუნქციო იყო ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაციის შემდეგ და იმ ახალი კონცეფციის შემდეგ, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, იქნება ჩართული ქალაქის ცხოვრებაში და დაუბრუნდება უკვე განახლებული ახალი სერვისებით, ყველა იმ თანამედროვე მიდგომით, რომელიც სჭირდება კულტურის და სახელოვნებო სფეროში ჩართულ ადამიანებს. რუსთავის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ჩვენი გუნდი ვაცხადებთ, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებულ ხასიათს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს ატარებს და პროექტის დასრულებისათვის, რომელიც დაახლოებით 1 წლის ვადაში იქნება, რუსთავი შეიძენს სრულიად ახალ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და კულტურული ცხოვრებისათვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიზიდულობის ახალ ცენტრს. პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სასიმღერო ნომრები წარმოადგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ანსამბლი აფხაზეთი პოლონეთში 6 კონცერტს გამართავს. და მადლობა გადაუხადო გოგობიჭებს მონაწილეებს, მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით ბატონ ბაჩანა ჭანტურიას. ეს ისინი იმყოფებიან ევროპაში და ფართო აუდიტორიას აცნობენ აფხაზეთის კულტურას. ახალი ეტაპი რუსთავი 2-ისთვის. არხის ისტორიაში პირველად თქვენ ახლა უყურებთ კურიერს HD გამოსახულებით, ანუ უმაღლესი ხარისხით. ტელეკომპანია სრულად იმაუწყებლებს ზურაბ ანჯაფარიძის 5 ნომრიდან. რუსთავი 2 ემშვიდობება ისტორიულ სივრცეს, დელისის შენობას, სადაც წლების განმავლობაში ტელეკომპანიის საეთერო ფუნქციონირებდა. არხის დირექტორის ვაკო ავალიანის გადაწყვეტილებით რუსთავი 2 ახალ ეტაპს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სრულად განახლებული ტექნიკით იწყებს. კურიერის სტუდია იყო ამ ოფისში და საეთერო მთელი ავტომატიზაციის სისტემა, სერვერები, არქივი, ფიზიკურად არქივი, სადაც არის ეს მოცულობები, ყველაფერი დარჩა ძველ ოფისში. ისტორიული დღე არის, იმიტომ რომ 27 წლის ისტორია დელისის ოფისთან თავდება და იწყება ახალი ისტორია, უკვე მთლიანად მთელი რუსთავი 2 იქნება ამ შენობაში, რომელშიც უკვე 12 წელზე მეტი არის, რაც ვართ. 24 წელია ამ შენობაში მუშაობ. ერთიანი გუნდი ვიყავით და გუნდი ერთი ვართ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახალი შენობა როცა შევიძინეთ, აქ აპარატურა დამონტაჟებული იყო, გაწყობილი იყო ყველაფერი და იმის გადატანა შეიქმნა პრობლემა და ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ საეთერო 3 კილომეტრით დაშორებული იყო ცენტრალურ გუნდია თუ მთავარ ოფისს. ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ გადავსულიყავით და 13 წლიანი განშორების შემდეგ ერთი გუნდი გახდება. შეიძლება ცოტა ნოსტალგიურია საეთეროს თანამშრომლებისთვის ისტორიულ დელისის შენობასთან გამომშვიდობება, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ სულ რამდენიმე მეტრში არიან საეთეროს თანამშრომლები ახლა ამ სტუდიაში და უკვე ასე ერთიანი ძალებით კვლავ რუსთავი 2 აგრძელებს მაღალი ხარისხით მაუწყებლობას. მე დროებით დაგემშვიდობებით, კურიერი პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება, დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებ გვერდზე rustavi2.g. დროებით.